საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება სტუდია 4 სტუდიაში ჟურნალისტი სოფო ცერცვაძე მუშაობს. 2015 წელს საქართველოში მოქმედი ყველა ტელეკომპანია ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. რა სითვალისწინებს მთავრობის ეს გადაწყვეტილება და რა შეიცვლება მოსახლეობისთვის? რა პრობლემების წინაშე დადგნენ რეგიონალური ტელევიზიები და არის თუ არა იმის საფრთხე, რომ რეგიონში მოქმედმა არხებმა მაუწყებლობა შეწყვიტონ? რა პოზიცია აქვს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს და როგორ შეფასებას აძლევს ციფრულზე გადასვლის პროცესს ციფრული სააგენტოს წარმომადგენლობა? არის თუ არა სტრატეგიით გათვალისწინებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება, რადგან ციფრული ტელევიზორების შეძენა საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ შეძლებს. დღეს სტუდია 4-ის მთავარი თემა ციფრული მაუწყებლობაა. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი ნათია კუპრაშვილი და ასევე მაუწყებლობის სააგენტოს სპიკერი სალომე გელაშვილი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის და სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერს 0341 25 00. თქვენ შეგიძლიათ არეკოთ პირდაპირ ეთერში და თემასთან დაკავშირებით დაუსვათ კითხვები ჩვენ სტუმრებს. სალომე, საუბარს თქვენგან დავიწყებ. რამ გამოიწვია ის, რომ ქვეყანა გადადის ციფრულ მაუწყებლობაზე? საქართველოს ეს ვალდებულება 2006 წლის ჟენევის ხელშეკრულებით განესაზღვრა. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა უკვე გადასულია ციფრულ მაუწყებლობაზე. ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც გადადიან ციფრულ მაუწყებლობაზე და თუ საქართველო არ გადავა ციფრულ მაუწყებლობაზე, ეს გამოიწვევს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა აღარ იქნება დაცული მეზობელი ქვეყნების სიგნალების ხელის შეშლებისგან. სწორედ ეს არის არსებითი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გადავდივართ ციფრულ მაუწყებლობაზე. ვადა და ეტაპები როგორია? ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ბოლო ვადა არის 17 ივნისი, მაგრამ წინ ამ ყველაფერს წინ უძღვის სამთვიანი სიმულკასტის პერიოდი. ეს ნიშნავს იმას, რომ ანალოგური და ციფრული მაუწყებლობა პარალელურ რეჟიმში გავრცელდება. ქალბატონ ნათია, როგორ ფიქრობთ, რამდენად გონივრულია ეს ვადა? მოდით ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ეს რომ არ იყოს ვალდებულება, ამას უნდა გქონდეს სურვილი, რომ ეს თვითონ განვახორციელოთ, იმიტომ რომ ციფრული მაუწყებლობა ეს რეალურად არის უკეთესი ხარისხით მაუწყებლობა, ეს არის უკეთესი სერვისების მიწოდება შენი მაყურებლისთვის და ტელევიზიას სხვა არაფერი არ უნდა, თუ არა მისი მაყურებლის სიამოვნება, იმიტომ რომ მე მის თქვათ მდგრადობაზეც აისახება. ამიტომ ეს მთლად ევროკავშირს რომ არ დაეძალებინა, ეს ჩვენი სურვილიც უნდა ყოფილიყო ცხადია. ეხლა რაც შეეხება გონივრულ ვადებს, უნდა ვთქვათ, რომ საქართველო იქნება ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც გადასვლის პროცესი დაიწყო 2014 წლის, რა ვიცი, შუა რიცხვებიდან 2014 წლის დასაწყისში დამტკიცდა ციფრული სტრატეგია. წელიწად ნახევარში მსოფლიოში თქვენ ვერ ნახავთ ქვეყანას, რომელმაც განახორციელა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა. ერთადერთი თავისთავად ჩვენ გვჩება რაღაცა ბუფერული პერიოდი, ხო, 2006 წელს აიღო ვალდებულება ჟენევაში კი ბატონო სალომეც თქვა, რომ მოაწერა ხელი ხელშეკრულებას და მე 2014 წლამდე არავის არაფერი თითიც არ დაუკარებია იმისთვის, რომ რაღაცა კონკრეტული განხორციელებულიყო. 2013 წელი იყო ინტენსიური მუშაობის პერიოდი, როცა დაიწყო ფიქრი იმაზე, რამდენად მოსწრებადია საერთოდ ამ დროში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, მაგრამ დღეს ჩვენ ვიმყოფებით ტელევიზიაში, რომელიც უკვე ახორციელებს ეგრეთ წოდებული თქვენ უკვე ბრძანეთ simulcastings, ანუ პარალელურ მაუწყებლობას. ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება თქვენ აუდიტორიამ იცის და იზეიმა კიდეც, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ გავაგებინოთ სხვასაც, თქვენი ეს გადაცემა იცის რომ იცვლება სხვა რეგიონულ ტელევიზიებშიც და ისინიც გაიგებენ რომ ნამდვილად მაგალითად რუსთავში არის შესაძლებელი თუ შესაბამისი მოწყობილობა გაქვს ტელევიზორის სახით, რომელსაც შეუძლია ციფრული სიგნალის მიღება, აქ კიდე ცალკე პრობლემები გვაქვს, ან გვაქვს შესაბამისი დამატებითი მოწყობილობა, რომელიც ამაში დაეხმარება ჩვენს ტელევიზორს. კი ბატონო, ძალიან კარგი ხარისხით შეიძლება თქვენი არხის ყურება ციფრულ პრობლემები შეუქმნა რეგიონალურ ტელევიზიებს აი ამ პერიოდმა. პრობლემები შეუქმნა, იმიტომ რომ ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რამაც შეიძლება პრობლემა შეუქმნა საერთოდ ციფრულზე გადასვლას, ეს არის აუდიტორიის მომზადება. ჩვენ ამაზე თუ მოგვეცემა საშუალება, მე კიდევ ვისაუბრებთ, მაგრამ რეგიონულ ტელევიზიებს რა თქმა უნდა დასჭირდებათ ისევე როგორც სხვა არხებს, მაგრამ განსაკუთრებით რეგიონულ არხებს, იმიტომ რომ მათ გადაწყვიტეს რომ ებრძოლათ იმისთვის, რომ შეენარჩუნებინათ გადაცემაზე უფლება, ანუ შეენარჩუნებინათ ინფრასტრუქტურის ფლობის უფლება და ამას მიაღწიეს ერთად. ყველა რეგიონულ ტელევიზიას მიეცა საშუალება ააგოს ციფრული მაუწყებლობის ეგრეთ წოდებული მუქსი. ახლა რომ არ დავღალოთ ჩვენი აუდიტორია, ეს არის სპეციალური
არის სათაო სადგური, რომელიც ახორციელებს ციფრულ მაუწყებლობას და ყველა რეგიონულ ტელევიზიას ამის უფლება მიეცა, მაგრამ უფლებასთან ერთად ეს გულისხმობს ვალდებულებას, რაც საჭიროებს საკმაო ინვესტიციას იმისთვის, რომ ეს რეფორმა განახორციელო. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სიგნალი დღეს გადის ეთერში, თქვენ წინ გაქვთ სხვა სერვისების დამატების რეჟიმი, მაგალითად, შეიძლება თქვენ ასე წარმატებით თუ დაიწყებთ, განაგრძობთ განვითარებას, რისიც მე იმედიც მაქვს და ძალიან გულშემატკივრობ ამ პროცესში თქვენს ტელეკომპანიაში, ძალიან მალე შეიძლება მიაწოდოთ თქვენს აუდიტორიას, მაგალითად, ტელეტექსტების რეჟიმი, შეიძლება გადახვევის რეჟიმიც მიაწოდოთ და ასე შემდეგ. კი ბატონო, საკმაოდ და მე მგონი აუდიტორია სწორედ ეს აინტერესებს, რას მიიღებს თვითონ ის ამ ციფრული მაუწყებლობა. სამე, როდიდან გაითიშება უკვე მიწისზე და ანალოგიური სიგნალი? სიგნალი გაითიშება 17 ივნისს. 17 ივნისის შემდეგ იქნება მხოლოდ ციფრული სიგნალი და მაუწყებლობა გავსალება მხოლოდ ციფრული სიგნალით. კარგით, ქალბატონათია, შემდეგი კითხვა თქვენთან მექნება. ანუ როგორ ფიქრობთ, დღეს მდგომარეობით რამდენად შეძლებენ რეგიონალური ტელეკომპანიები ციფრულზე გადასვლას, ანუ უპრობლემოდ შეძლებენ, ანუ ამას ხო სპეციალური ინფრასტრუქტურა ჭირდება და თანხები და აი არის ამის საშუალება თანხების? რაც შეეხება თანხებს, რა ინფორმაცია გაგვაქვს? ჩემი ინფორმაციით საკმაოდ პრობლემურია ნამდვილად ამ თანხების მოძიება. ჩვენ ვცდილობთ, რომ მივაღწიოთ მხარდამჭერებისგან და ასეთ მხარდამჭერები ყავდა წლების განმავლობაში რეგიონულ ტელევიზიებს, რომ მოახდინონ გარკვეულწილად სუბსიდირება იმის, რომ რეგიონულმა ტელევიზიებმა შეძლონ ამ რეფორმის განხორციელება, მაგრამ მოდით მაინც ავუხსნათ ჩვენს აუდიტორიას, რატომ არის თუნდაც იგივე რეგიონული ტელევიზიების ხელშეწყობა ასე მნიშვნელოვანი, რომ გადავიდნენ ციფრულ მაუწყებლობაზე და რატომ არის საერთოდ ეს პროცესი მნიშვნელოვანი. თქვენ თქვით მაგალითად წინა კითხვაში, როდის გამოირთვება ანალოგური სიგნალიო. ანალოგური სიგნალი ეს არის ერთადერთი უფასო გზა, რითაც აუდიტორიას მიაწოდება ინფორმაცია. ერთადერთი უფასო გზა ქვეყანაში. იმიტომ რომ პრესა არის ფასიანი, იყიდება დიდწილად საქართველოში უფასოდ გავრცელებადი პრესა, რომელიც საჭირო ინფორმაციას გაძლევს, არ არსებობს. ინტერნეტი არის ფასიანი, იმიტომ რომ ინტერნეტ პაკეტშიც გიწევს ფულის გადახდა უფასოდ, არ მოგეწოდება ის ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტში არის განთავსებული. ტელევიზიების დიდი ნაწილი, რომელიც არის კაბელში, ან რომელიც არის თანამგზავრზე, დიდწილად მოგეწოდება გარკვეული ხარჯების სანაცვლოდ, იცით, მოსახლეობამ იცის, შეიძლება ამ არხსაც უყურებს ამგვარი პაკეტით, ხო? არ გამოვრიცხავ, რომ ესეთი მაყურებელს გვიყურებთ ეს ახლა ჩვენ. ერთადერთი სწორედ ეს ანალოგური სიგნალი გადაიცემა უფასოდ და თქვენი ტელევიზია არის ერთ-ერთი იმ ტელევიზიათაგანი, რომელიც უსასყიდლოდ უმზადებს თავის აუდიტორიას აი ამ პროგრამას, თუნდაც ეხლა რომელ პროგრამასაც უმზადებს და ძალიან მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ეს უსასყიდლო გზა, იმიტომ რომ მოსახლეობა დამოკიდებულია ინფორმაციაზე, რეგიონის მოსახლეობა განსაკუთრებით დამოკიდებულია ინფორმაციაზე და განსაკუთრებით იმ ინფორმაციაზე, რომელსაც რეგიონული ტელევიზიები გადასცემენ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვერასდროს ვერცერთი ეროვნული არხი თავის თავზე ვერ აიღებს იმ ინფორმირების ფუნქციას, რაც თითოეულ რეგიონულ ტელევიზიას აქვს. რაც არ უნდა ყოველთვის ექნება რისკი რუსთავში განვითარებულ მოვლენას, რომ მოხვდეს ეროვნული მაუწყებლის ეთერში, ისე როგორც სხვა რეგიონში ლოკალურ ტერიტორიაზე განვითარებს. ამიტომა მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს უფასო გზა და ანალოგური სიგნალის გამორთვის შემდეგ გქონდეს ციფრული უფასო სიგნალი, რომელიც მიეწოდება რეგიონული ტელევიზიიდან აუდიტორიის. ამიტომ ჩვენ არ გავაჩერებთ ნამდვილად ამ მიმართულებით მუშაობას. ვეცდებით, რომ ან გამოვნახოთ დამატებითი სახსრები, რომ მეტი სერვისი შევსთავაზოთ, ან მინიმუმ ისე მაინც ვიყოთ ეთერში, როგორც დღის მდგომარეობით ვართ ანალოგურ მაუწყებლობას. სამე, მიმდინარე წელი იქნება თუ არა გარდამავალი ეტაპი, რომ თქვა ციფრული მაუწყებელი და ანალოგიური სიგნალი, ანუ პარალელურ რეჟიმში რომ იმუშაოს. დიახ, პარალელურ რეჟიმში იმუშავებს, ეს დაიწყება 17 მარტიდან და ზუსტად 3 თვე იქნება პარალელური მაუწყებლობის რეჟიმი. 17 ივნისს გაითიშება ანალოგური სიგნალი და დაიწყება ციფრული მაუწყებლობა. 3 თვე აქვს მოსახლეობას იმისთვის, რომ მოემზადოს ციფრული სიგნალის ჩართვისთვის და ანალოგურის გამართვისთვის. ქალბატონათია, რეგიონულმა მაუწყებელმა დაასრულა ტელევიზიებისთვის სიხშირების მინიჭების პროცესი, ან მარეგულირებელმა უпростоრად რა ეტაპზეა? კომისიამ მიანიჭა უკვე რეგიონულ ტელევიზიებს სიხშირეს, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული ციფრული მაუწყებლობისთვის, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი მთავრობას და ჯერ ვერ ვაიძულეთ ვერაფრით რომ გადადგას ეს ნაბიჯი, ეს გახლავთ ის ვალდებულება, რაც მან თავის თავზე აიღო, რადგან ანალოგური სიხშირების ჩამორთმევა ხდება ფაქტობრივად, იმიტომ რომ ჩვენ ვთმობთ ამ სიხშირებს, ვრთავთ 2015 წლის 17 ივნისს სხვასთან ერთად ანალოგურ მაუწყებლობას, მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და სტრატეგიაში დაწერა, რომ დააბრუნოს უკან თანხები, რომელიც გადახდილია ამ სიხშირეში და მერწმუნეთ ამაში საკმაოდ დიდი თანხებია გადახდილი რეგიონული მაუწყებლისთვის. ეს თანხები წესით დაგეგმილი ჰქონდათ ასე რეგიონულ ტელევიზიებს, რომ უნდა მიმართონ სწორედ აი ამ რეფორმის განსახორციელებად. მაგრამ
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავაგზავნეთ ოფიციალურ წერილს, დღემდე პასუხი არ მაქვს ამ წერილთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ახლა ვცდილობთ გვექნება უახლოეს დღეებში შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან და ვეცდებით, რომ ეს საკითხი სწრაფად გადავჭრათ. რაც შეეხება სიხშირების მინჭებას, ეს დასრულებულია, რაც გვაძლევს საფუძველს საშუალებას, რომ ჩვენთან დავიწყოთ პარალელური მაუწყებლობა. 17 მარტი ალბათ სალომემაც იგულისხმება, რომ ეს არის კაცად განსაზღვრული დრო, როცა იმ კონკრეტულმა ეროვნულმა მუხსმა უნდა ჩართოს პარალელური მაუწყებლობა, თუმცა მათაც შეუძლიათ უფრო ადრე დაიწყონ, რაც უკვე მაგალითად თბილისის მასშტაბით დაწყებულია, ამიტომ როგორც თბილისში თქვენი მაუწყებლობა სხვადასხვა იქაც ხელმისაწვდომია მშვენივრად სიხშირეზე, როგორც თბილისში, ისე რუსთავში მოსახლეობა შეუძლია უკვე სცადოს, რომ ციფრული სიგნალით მიიღოს მაუწყებლობა, უფასოდ, უსასყიდლოდ, ნახოს კარგი ხარისხის ტელევიზია და უკვე მომზადებულიც იქნება ციფრული მაუწყებლობაზე გადასასვლელი. საალმესთან მექნება შემდეგი კითხვა. იდეა რა იყო ციფრული სააგენტო შექმნის საალმე და თქვათ რა პროექტებზე მუშაობდა? სანამ კითხვაზე მიპასუხებდეთ, მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში, მოусმინოთ მაყურებელს. დიახ, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, დასვით შეკითხვა. მოგესალმებით. ალო. გისმენთ? მე მაინტერესებს ციფრულ მაუწყებლობაზე რომ გადავალთ, ტელევიზორებიც ახალი გჭირდება? დიდი მადლობა კითხვისთვის. ჯერ მგონი მაყურებელს ვუპასუხოთ. ტელევიზორების გამოცვლა მხოლოდ მოუწევთ იმ მაყურებლებს, რომელთა ტელევიზორებს არ უერთდება RCA ტიპის კაბელი. ეს არის ეგრეთ წოდებული წულპანი, სამფერიანი კაბელი, რომელიც მგონი ყველამ კარგად ვიცით. ასევე ციფრული სიგნალის მიღება შეგვიძლია HDMI კაბელი და ეს იქნება უფრო კარგი ხარისხის ჩვენება. ასე რომ მგონი ძალიან დიდ ნაწილს არ მოუწევს ტელევიზორების გამოცვლა და არ მოუწევს ტელევიზორების შეძენა, რომელიც ხელმიუწვდომელი იქნება მათთვის. სალმა, აი ამ დეტალებზე მოსახლეობის ინფორმირებულობას თუ ახდენს სააგენტო? დიახ, რა თქმა უნდა, სააგენტო ამაზე ზრუნავს. შეიქმნა 19 ვიდეო რგოლი. აქედან 15 უკვე გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ და მეორე არხის ეთერში, ასევე აჭარის ტელევიზიის ეთერში. დღევანდელი ინფორმაციით კლიპები გადის მაესტროს ეთერში. შეთანხმება უკვე თითქმის ბოლოსკენ არის წასული სხვა კერძო მაუწყებლებთან მიმართებაში. კარგით, დაუბრუნდებ ჩემ კითხვას, ანუ სააგენტო შექმნის იდეა რა იყო? იდეა იყო ის, რომ მოსახლეობა ყოფილიყო ინფორმირებული, გაძლიერებული იყო საინფორმაციო კამპანია, ასევე ამ კამპანიის მონიტორინგი, ტექნიკური აპარატურით აღჭურვა და ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტული საგანია სოციალურად დაუცველი ოჯახების ოპტიმალური სუბსიდირება. გასაგებია. და ამ ეტაპზე თუ გაქვთ რაიმე სიახლე მოსახლეობისთვის? ამ ეტაპზე სიახლე გვაქვს ის, რომ გამოგზავნილია set-top-box-ების პირველი პარტია, რომელიც უნდა დაურიგდეს სოციალურად დაუცველ ოჯახებს. მარტის თვეში ჩვენ უკვე ველოდებით, რომ ის საქართველოში ჩამოვა. და როდიდან დაიწყება ეს პროცესი? ეს პროცესი ეტაპობრივად დაიწყება, ალბათ ჯერ დაველოდებით სრული პარტიის ჩამოსვლას. მინდა მოსახლეობას ვუთხრა ისიც, რომ set-top-box-ები გადანაწილდება საქართველოს პოსტის რაიონულ სერვის ცენტრებში. მოსახლეობას მიუვა შეტყობინება, სახლში რომ მათ სახელზე არის ამანათი. ამ შეტყობინების შემდეგ პირადობის მოწმობით მიაკითხავენ საქართველოს პოსტის რაიონულ სერვის ცენტრებს და აიღებენ კუთვნილ set-top-box-ს. ესარეიტინგო ქულებით იქნება? დიახ, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაცარეიტინგო ქულა 70,000 და ნაკლებია. ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის მთავრობა უზრუნველყოფს set-top-box-ების საცხოვრებელ ადგილზე მიტანას. სალე, მაღალმთიან რეგიონებში, სადაც არ არის ეს საფოსტო განყოფილებები, აი როგორ მიაწვდეთ? საქართველოს პოსტა სწორედ იმიტომ იყო არჩეული, რომ ყველაზე მეტი სერვის ცენტრი მას აქვს, ასე რომ ყველაზე მეტად მიღწევადი საქართველოს პოსტა აღმოჩნდა ამ შემთხვევაში. ანუ ისინი უზრუნველყოფენ თქვათ ეს ადგილებში? დიახ. მაგნაცაში ჩვენ უკმაყოფილოთ. რატომ? იმიტომ რომ ცოტა უფრო მეტი სამუშაო იყო დაგეგმილი სტრატეგიის მიხედვით, ვიდრე მიეცა საშუალება სააგენტოს რომ განახორციელებინა. ეს არ არის ნამდვილად სააგენტოს ბრალი, მაგრამ გარკვეულწილად ჩვენ პრეტენზიები გვაქვს სწორედ მოსახლეობის მომზადების ნაწილთან და მოგახსენებთ რატომ. ძალიან კარგად წარიმართა ამ დამატებითი მოწყობილობების. მოდით ჯერ მაინც მაყურებელს ვუთხრათ, რომ თუ თქვა თქვენს ტელევიზორს აქვს რაღაც ციფრული მხარდაჭერა, შეიძლება ეხლა
ეხლა პირდაპირ მიიღოთ უკვე ამ ტელეკომპანიის მაუწყებლობა და შეგიძლიათ მოსინჯოთ იღებს თუ არა სიგნალს ციფრულითაც, მაგრამ თუ ეს არ ხორციელდება, შეიძლება თქვენს ტელევიზორს სჭირდებოდეს დამატებითი მოწყობილობა, რომელსაც ეხლა ჩვენ მოვიხსენიებთ ეგრეთ წოდებული რესივერის სახელით. სწორედ ეს რესივერები შეიძინა ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ უფასოდ მისაწოდებლად სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. და რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას 270,000 ოჯახს აქვს საშუალება, რომ მიიღოს ეს რესივერი. მაგრამ ამის გარდა სტრატეგიაში ჩაწერილი იყო შემდეგი რამ, რომ უნდა მომხდარიყო რესივერების მონტაჟი ოჯახებშივე. სწორედ ის, რომ ოჯახებთან დიდწილად ყველასთან არ მიდის და საფოსტო განყოფილებებში იქნება და საერთოდ არ არის გათვალისწინებული მონტაჟი, გამოწვეული არის, მე ვფიქრობ, ბიუჯეტის არასწორი დაგეგმით, იმიტომ რომ უბრალოდ არ იყო დაგეგმილი იმხელა ბიუჯეტი 2015 წელს სააგენტოსთვის, რომ მონტაჟი განახორციელოს, ანუ მონტაჟის გარეშე დატოვეს ადამიანები. ხა ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ კი ბატონო, თანხები ჭირდება ალბათ. იცით რა, ეს თანხები, რადგან უკვე სახელმწიფო სტრატეგია იყო დამტკიცებული, წესით უნდა გამოყოფილიყო სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად, მაგრამ დღეს მდგომარეობით ნამდვილად ვიცით, ჩვენ სხვათაშორის ამ საკითხთან დაბრუნებას ვაპირებთ, სწორედ იმ შეხვედრებზე, რომელსაც გარბი გეგმავს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია მთავრობასთან და ჩვენ ვთხოვთ მას, ახლა პირდაპირ ეთერისათაც ვთხოვ, რომ გამოიყოს დამატებითი სახსრები იმისთვის, რომ მოსახლეობას დაეხმარონ რესივერების მონტაჟში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პირადად მე მეჩვენებოდეს ძალიან მარტივი ამ რესივერის მიერთება ტელევიზორთან, ჩვენ მაგალითად მე ვიკითხე პრაქტიკა როგორია, თქვათ, ისეთ კომპანიებში როგორც არის Silk, როგორც არის Mactisat და ასე შემდეგ გლობალი, როცა ადამიანს უკვე კონფიგურებულ სისტემაშიც უფუჭდება რესივერი და რესივერები იმ მოწყობილობებსაც აი ამ მიღებასაც სჭირდება, ყოველთვის რეკავენ სერვის ცენტრში და ითხოვენ, რომ ვინმე მოვიდეს და შეუცვალოს. თვითონაც ვერცლიან, გინდა ახალგაზრდა ცხოვრობდეს იმ სახლში და გინდა ხალხდაზმული ადამიანი. ჭირდება ამ ხალხს დახმარება. ჩვენ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ არ ვართ ესეთი ტექნოლოგიის მოყვარული თუ რაღაცა ესე გატაცებული საზოგადოება არ უყავს. შესაბამისად, ჭირდებათ დახმარება, რასაც პრაქტიკა აჩვენებს, სწორედ ამიტომ იყო სახელმწიფო სტრატეგიაში გათვალისწინებული, მაგრამ სამწუხაროდ, შვედა სამწუხაროდ ეს არ ხდება, არ არის დაგეგმილი 2015 წელს. ვისაც სუბსიდირება არ სჭირდება, სად შეუძლია რომ შეიძინონ ეს სპეციალური მოწყობილობა? სამოხმარებლო ტექნიკის მაღაზიებში. არის უკვე ტექნიკის მაღაზიებში. დიახ, ზოგ მაღაზიებში არის, ზოგ მაღაზიაში ალბათ მოთხოვნის შესაბამისად შემოიტანეს. სავალდებულო როდიდან იქნება, რომ თქვა ყველა ტექნიკის მაღაზიაში ეს კერძო ბიზნესია და ასე ვთქვათ, მთავრობა მათ ვერაფერს ვერ დაავალდებულებს. მოთხოვნის შესაბამისად გაჩნდება ბაზარზე სათობაქსები. თავისთავად, როგორც კი წავა ინფორმაცია და აუდიტორია მიხვდება, რომ მას ჭირდება ამგვარი მოწყობილობა, ის იკითხავს მაღაზიაში, სადაც ტექნიკა იყიდება, არის თუ არა რესივერი, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს აუდიტორიას ვუთხრათ, რომ როცა იკითხავენ რესივერს, იკითხონ როგორც მეტრული, ისე დეციმეტრული არხების მიმღები რესივერი, იმიტომ რომ საქართველოში აი ციფრული სიხშირეები გაიცა როგორც მეტრული, ისე დეციმეტრულ დიაპაზონში. თქვენი ეს მიმღები მოწყობილობა, ისე როგორც თქვათ, სააგენტომ შეიძინა რესივერები, ეს რესივერები იღებს ერთსაც და მეორესაც, მნიშვნელოვანია რომ ეს არ გამოგჩნდეთ მხედველობაში, როცა დახარჯავთ ფულს და ანუ ახალი ტელევიზორის შეძენისას აუცილებლად უნდა იყოს ხო გათვალისწინებული? ახალი ტელევიზორი თუ აუცილებლად უნდა იყოს ტელევიზორის შეძენისას გათვალისწინებული, თუ თქვენ დღეს ყიდულობთ ახლა რაღაც დანაზოგით, ხო? ტელევიზორს მნიშვნელოვანია რომ იკითხოთ აქვს თუ არა DVB-T2-ის მიღების შესაძლებლობა. მაგრამ თუ უკვე გაქვთ ტელევიზორი, რომელსაც არ აქვს ციფრული მხარდაჭერა, მაშინ რესივერების ყიდვა მოგიწევთ და რომ მიხვალთ მაღაზიაში, მნიშვნელოვანია რომ იკითხოთ როგორც მეტრულის, ისე დეციმეტრულის მიღები რესივერი და მაყურებელი ყავს გალტონათია. დიახ, პირდაპირ ეთერში ხარ, დაასვით შეკითხვა. შეკითხვა დამებადა ასეთი. დიახ, გისმენთ. რა თანხებთან იქნება ეს დაკავშირებული ამ რესივერების შეძენა და მაინტერესებს კიდევ ეს საკაბელო ტელევიზიები აღარ იარსებებს და რესივერით მივიღებთ პირდაპირ. ნუ არ ვიცი როგორ არის გვაპატიეთ ასეთი უფიცობა, მაგრამ არა, არაფერია საპატიებელი ნამდვილად. არაფერია საპატიებელი ნამდვილად, იმიტომ რომ ინფორმაცია ამ მიმართულებით არ არის, ეს შეიძლება ყველა ჩვენთაგანის ბრალიც იყოს, რომ მეტი ინფორმაცია ჭირდება აუდიტორიას ამასთან დაკავშირებით. ნამდვილად არ ნიშნავს ეს საკაბელოების გაქრობას, საკაბელო ოპერატორების გაქრობას, უბრალოდ მეტი არჩევანია. ციფრული იმითაც არის კარგი, რომ ერთი მაუწყებლობის მაგივრად შეიძლება იმ ერთ სიხშირეზე გადაიცეს
16 მაუწყებლობა. შეიძლება 4-დან დაიწყო და 16-მდე ახვიდე. ანუ თუ დღეს თქვენ ანალოგურად ჩვეულებრივი სახლის ანტენით იჭერდით დაახლოებით 5 არხს, ციფრულზე გადასვლის შემდეგ იქნება დაახლოებით 40-45 არხი. ამიტომ თქვენ უბრალოდ უნდა აერჩიოთ, რა გირჩევნიათ, უფასოდ უყუროთ 45 ქართულ არხს სიხშირეზე, თუ კაბელური არხი გამოიყენოთ და ყოველთვიურად რაღაცა კონკრეტული თანხა უხადოთ კაბელურ მაუწყებელს. ეს არის თითოეული ოჯახის გადასაწყვეტი. თუ მას უნდა რომ ქართულ არხებთან ერთად კიდე დამატებით რაღაც პაკეტები მიიღოს, ალბათ ის წავა და კაბელის რომელიმე ოპერატორს გამოიყენებს, შეიძლება ეს თანამგზავრული ოპერატორიც იყოს, მაგრამ დაუკვირდით იმ ადამიანებსაც მინდა ვუთხრა, ვინც ახლა რომელიმე ოპერატორის მომსახურებით სარგებლობს, რომ თქვენ შეიძლება დაინტერესდეთ სხვა ოთახში უკვე ციფრულის მიღებით, იმიტომ რომ ვიცით რომ ყოველ ახალ წერტილზე ყველა ესეთი ოპერატორი გთხოვს ხოლმე დამატებით თანხებს. და ეს დამატებით თანხები შეიძლება მარტივად დაიზოგოს, იმიტომ რომ ძალიან კარგი ხო არ ვიცი მე თქვენ დღეში რამდენ არხს უყურებთ. მე მხოლოდ 1-2-ს, ხო? მეც ფიზიკურად ჩვენი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. ძალიან ცოტა დრო გვაქვს 24 საათია სულ დღეში. ამიტომ 45 არხი იქნება სიხშირეს და მე არ ვიცი, მე არ ვაპირებ ფულის დახარჯვას რომელიმე ოპერატორთან, მას შემდეგ რაც ციფრული სიგნალები ჩაირთვება. და რა რაოდენობის თანხა უნდა დავხარჯოთ? ეს ალბათ ბაზარი დაარეგულირებს. იცით რა არის, უკვე იყიდება რესივერები, მე თუ ნახე მაღაზიაში მეტრული დეციმეტრულის მიღები და არის ფასი 50 ლარი. მე ვფიქრობ, რომ უფრო გამოდაძავა ეს ფასი. ანუ ერთჯერადი ხარჯი გვიწევს 50 ლარის ფარგლებში იმისთვის, რომ ჩვენი ტელევიზორი მოვარგოთ ციფრულ მაუწყებლობას. და თუ გავიხსენებთ ახლა მაგალითად რა გვიწევს ჩვენ, როცა რომელიმე ოპერატორი შემოვყავს ჩვენს ოჯახში და ვყიდულობთ პაკეტს, მათი რესივერებიც გვიჯდება ხოლმე გარკვეული თანხა, რაც 50 ლარზე ნაკლები ნამდვილად არ არის. ამიტომ კონკურენციას ჩემი აზრით საკმაოდ გაუწევს ციფრული მაუწყებლობა, როგორც კაბელურ, ისე თანამგზავრულ ოპერატორებს. კაპიტანათია, რეგიონულ მაუწყებელი ვიცით რომ საკმაოდ აქტიურად არის ამ პროცესებში ჩართული, დისკუსიებიც იმართება და ძალიან ბევრი შეხვედრები გაქვთ, თქვათ, როგორ ფიქრობთ, ტექნიკური საკითხების მოგვარებაში დაეხმარებით ტელევიზიას, ანუ ტელევიზიებს რა შეგიძლიათ რომ ამასთან დაკავშირებით გითხრათ? ჩვენ აუცილებლად ჯერ ისედაც დაწყებული გვაქვს. კომპანიებთან გაიმართა შეხვედრები, როგორც ვიცით. კი ბატონო, ჩვენ მიმდინარე მოლაპარაკებები გვაქვს ტექნიკის მომწოდებლებთან. ეს არის როგორც ამერიკული, ისე ევროპული, ისე საბჭოთა სივრცეში მოქმედი მწარმოებლები, რომლებიც აწარმოებენ გადამცემ მოწყობილობას, ეგრეთ წოდებულ სათაო სადგურებს იმისთვის, რომ განახორციელო ერთი არხის მაგივრად რამდენიმე არხის გადაცემა, ესეც ძალიან ბევრ ოპერატორს ვესაუბრებით. ჩვენ გვაქვს შემოთავაზებები, რომელსაც ერთად განვიხილავთ. ეხლა თქვენთვის ცნობილია, როგორ მუშაობს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, მაგრამ მაყურებელს ვეტყვი, რომ ჩვენი ორგანიზაცია 21 რეგიონულ ტელევიზიას აერთიანებს და გვაქვს ბედნიერება, რომ ეს ტელევიზიები ხშირად ერთად შეკრებილი ვნახოთ. იქ ხდება თვითონ ამ ტელევიზიებს შორის გამოცდილების გაზიარება, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილება რეალურად რეგიონულ ტელევიზიებში დაგროვდა და თქვენი ტელევიზია ამის მაგალითია და ამის გარდა ჩვენ მუდმივად ერთად ვცდილობთ ხოლმე გადავწყვიტოთ ესეთი საკითხები, როგორც მაგალითად ციფრულ მაუწყებელზე გადასვლა. აქ რა თქმა უნდა ჩვენ უახლოეს ხანებში გვექნება მსგავსი შეკრება კიდევ, როცა უკვე განვიხილავთ ყველა იმ წინადადებას, რომელიც ტექნიკური მწარმოებლებისგან მოდის და რაღაც ერთობლივ მოდელზე ვიფიქრებთ, რომ ჩვენი აუდიტორიასთვის ერთგვაროვნად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი იყოს ის, რასაც ყველა რეგიონული ტელევიზია ცალ-ცალკე რეგიონის დონეზე გადასცემს. აი რეფორმის მიზანი მაინც მთავარი რა არის? იცით რა, რეფორმის მიზანი იყო ის, რომ ჩვენ საბედნიეროდ ჩაგვსვეს ევროპის ქვეყნების ნაწილში, თორე აფრიკის ქვეყნები მაგალითად 2018 წლამდე არ გადავლენ. ეს ერთგვარი კომპლიმენტიც იყო ევროპის მხრიდან და საკმაოდ დროც იყო, ეხლა ჩვენ თუ დავაგვიანეთ დაწყება, ეს ჩვენი ბრალია რომ დავაგვიანეთ, თორე 2006 წლიდან შეგვეწყო უკვე შეგვეძლო მომზადება დაგვეწყო, უბრალოდ გადაწყვეტილებები არ იყო სამთავრობო მხრიდან და ამას შეაფერხა პროცესი. მხოლოდ ამან არ გამოიწვია, იმან გამოიწვია, რომ ტექნოლოგიურად მიხვდნენ, რომ მოთხოვნა არის ნამდვილად მეტი მაყურებლის მხრიდან, მაყურებლის გემოვნება არის უფრო დახვეწილი, მას ჭირდება გადახვევის რეჟიმი, მას ჭირდება მარტო გამოსახულებას კი არ უყუროს ეკრანზე, თუ უნდა ტელეტექსტიც ამოიყვანოს, ნახეს მენიუში პროგრამები გადაადგილოს, თავის შკუაზე უყუროს ტელევიზიას, მოკლედ და მიხვდნენ, რომ ანალოგური ამის საშუალებას არ იძლეოდა და ხარისხის გაუმჯობესება იყო შესაძლებელი ციფრული მაუწყებლობით. ამას დაემთხვა ის პროცესიც, რომ განვითარდა მობილური ტექნოლოგიები და მობილურ კომპანიებს დაჭირდა მეტი სიხშირე. და ერთადერთი გადაწყვეტა ამ ორი პრობლემის ერთის მხრივ მაყურებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების და მეორე მხრივ მობილური კომპანიების მზარდი ინტერესის დაკმაყოფილების იყო ის, რომ ანალოგური გამოცვლილი იყო ციფრით და რატო ქვია ციფრული, ანუ გამრავლებაა შესაძლებელი, ბევრი რამის ჩასმაა შესაძლებელი და ამიტომ
რამდენიმე ჭკვიანმა ადამიანმა ერთმა არმა გამოიგონეს ეს ტექნოლოგია და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ტექნოლოგია, ცოტა კი გვაშინებს ამ ხარჯების კუთხით და არ არის მთლად სასიამოვნო ხა ამდენი ფული ხარჯო იმაში, რასაც უკვე აკეთებ, ხო? შენს თავს გადასცემისედაც და ცოტა მტკივნეული იყო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს აქ ყველაზე კარგი სტრატეგია პოსტაჟოთა სივრცეში, ვისაც კი საერთოდ ციფრულზე გადასვლა განუხორციელებია და სხვათა შორის მე რამდენიმე მასალას გავეცანი უკვე ევროპულ პრესაში და მედიაში, როცა საქართველოს მოყავთ როგორც კარგი მაგალითი, სადაც ლოკალურ ტელევიზიებს, რეგიონულ ტელევიზიებს მისცეს შანსი, რომ ყოფილიყვნენ ციფრულ პლატფორმაზე და ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ რამდენიმე წლის შემდეგ სწორედ ქართული რეგიონული ტელევიზიების მაგალითით ისაუბრებენ იმაზე, რა სწორად იყო გათვლილი ის, რომ რეგიონულ ტელევიზიებს შანსი მისცემოდათ. სალმა, თქვენ რას გვეტყვით? მიზანი რა არის? მთავარი ალბათ მოსახლეობისთვის მაინც ის არის, რომ მიიღებს უკეთესი გამოსახულების ხარისხს, უკეთესი ხმის ხარისხს ყოველთვიური გადასახადის გარეშე. საკაბელო ტელევიზიები ვიცით, რომ გვთავაზობენ ყოველთვიურ გადასახადს, ციფრული მაუწყებლობა ამას არ გვთავაზობს. ასევე ნათიას სიტყვას დავამატებ, ასე ვთქვათ, სმენის დამხედველობის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის შესაძლებელია ტელეტექსტის და აუდიოვიზუალური აღწერილობის გამოყენება. ვფიქრობ, ესეც ძალიან კარგი მნიშვნელოვანია ნამდვილად. საინტერესოა, რომელი ტელეკომპანიების მიღება იქნება აი კონკრეტულად შესაძლებელი ამ ციფრული? ამას რეალურად გეტყვით, ჩვენთან რაც არის დაგეგმილი, ძალიან ბევრი მულტიპლექსია რეალურად დაგეგმილი. ანუ ოპერატორები დაგეგმილი არა როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ლოკალურზე უკვე ვთქვით, რომ რეგიონულები ამას განახორციელებენ. შესაბამისად, თუ ვსაუბრობთ კერძო ოპერატორებზე, ანუ კერძო გადამცემაზე, მაგალითად თქვენი ტელევიზია არის კერძო ოპერატორი, ამ შემთხვევაში კერძოდ თვითონ გადაწყვეტს, ვინ დაუშვას მის მულტიპლექსზე და ვინ არა, თუმცა ამას გარკვეულწილად კანონიც დაარეგულირებს, ვის ექნება ზოგადად უფლება, რომ იმაუწყებლოს ციფრულზე, მაგრამ რაც შეეხება მეორე სახელმწიფო მულტიპლექს, იქ უკვე გარანტირებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის გავრცელება. ანუ დღეს მდგომარეობით მაგალითად უკვე საცდელად ჩართულ ტელევიზიებზე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ თბილისში ჩართულია 8 არხი კერძო სახით, აგრეთვე მზადდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მუქსი, სადაც გადავა საზოგადოებრივი მაუწყებლის 4 არხი, ეს იქნება პირველი არხი, მეორე არხი, აჭარის ტელევიზია და მათ კიდევ აქვს ყოფილი პიკის სიხშირე, რომელსაც ალბათ დივერსიფიცირებული ეთერისთვის გამოიყენებენ. ეს 4 არხი საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან იქნება გარანტირებული. კერძო მუქსი უკვე ღია ეთერით დაგეგმილია, რომ დაახლოებით 16 არხამდე წავა ეროვნულ დონეზე და აი ამ 20-მდე არხს ჯამში საზოგადოებრივი მაუწყებლის 4-ს კერძოს 16 ეროვნულ დონეზე დაემატება ლოკალური თქვენი ტელევიზიაც მაგალითად თქვენი მაუწყებლობის გარდა შეძლებს რომ გადასცეს დაახლოებით თუ უნდა 16-მდე არხი, ანუ ჯამში საკმაოდ დიდ რაოდენობაზე გავდივართ 35-40 არხამდე, 45 არხამდე საშუალებას იძლევა უკვე დაგეგმილი, უკვე რაც გაკეთებულია მუქსების სახით მათ გადასცენ. ამის გარდა კონკურსზე გამოვა კიდე ამ მუქსი, რომელიც იძლევა დამატებით 16 არხის ჩასმის საშუალებას მაქსიმუმ და კიდევ არის დაგეგმილი კიდევ მუქსის გაცემაც კონკურსზე ხდება. სიხშირეები ბლომად გვაქვს, მთავარია მსურველები იყვნენ. ეროვნულ მაუწყებელს მიიღებს. ყველა ეროვნულ მაუწყებელს, აი ამ წუთას როგორც ვიცი სტერეო პლუსის მუქსში, რომელიც თბილისში მაუწყებლობს და მთელ საქართველოში ცოტა ხანში დაიწყეს მაუწყებლობას, იქ ჩართულია ყველა ის ძირითადი არხი, რომელიც ჩვენ გაგვიგონია და გვესმის, ეს არის რუსთავიორის არხები, კომედი, მარაო და ასე შემდეგ, იმედი, მაესტრო, აბულა, GDS-ი, ანუ ყველა ის არხი, რომელიც საერთოდ ჩვენ შეიძლება გაგვახსენდეს ქართული არხი, ადგილობრივი, ყველა განთავსდება მუქსში, ვისაც კი სურვილი ექნება განთავსების. კარგი, გადაცემის ბოლოს მინდა გითხოთ, ეს რეგიონალური ტელევიზიის საკითხი ცალკე გეგმათ თუ არის გაწერილი და თქვენ როგორ გესახებათ მაუწყებლის გადასვლა ციფრულზე? რა თქმა უნდა, რეგიონულ მაუწყებელთა თემა ცალკე არის გაწერილი. მთავრობამ ადგილობრივ მაუწყებლებს მისცა დეციმეტრულ და მეტრულ დიაპაზონებში სიხშირული რესურსის ფლობის საშუალება. ამასთან მისცა საშუალება კანონმდებლობით გახდნენ ეროვნული მაუწყებლობის შესაბამისი ტექნიკურ მატერიალური ბაზის საფუძველზე. ვფიქრობ, ამ ეტაპზე შეფერხებები ნაკლებად გვაქვს და ვფიქრობ, რომ ივნისისთვის ნამდვილად ყველა ადგილობრივი ტელეკომპანია მზად იქნება ციფრული მაუწყებლობის გადასაცემად.
რეგიონულებისთვის ჩვენ მივაღწიეთ, რომ ყოფილიყო ცოტა განსხვავებული რეჟიმი, მაგალითად, ყველა ეროვნული მუქსი მულტიპლექს პლატფორმა უნდა გაიმართოს 2015 წლის 17 ივნისის მდგომარეობით, რეგიონულ არხებს აქვს მხოლოდ უფლება, რომ მარტო თავისი თავი გადასცენ, ანუ მხოლოდ გადამცემის შესცვალონ და იქ სხვა არხები შეიძლება არ ჩაჯდეს, თუმცა ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ მინიმუმ ეს იქნება, ანუ რეგიონულ ტელევიზიების მაყურებელს ნუ შეეშინდება, მინიმუმ რეგიონული არხები იქნებიან ეთერში 2015 წლის 17 ივნისისთვისაც, მაგრამ შემდეგ უკვე დაამატებენ დამატებით სერვისებს, რომ მათთან ერთად ჩაერთოს სხვა არხები, მიეწოდოთ უფრო მეტი სერვისი და იმედია მაყურებლის მხრიდანაც იგივე სახის მოთხოვნა იქნება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის, რაც თორია საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებ. სტუდია 4 დასრულებულია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.